ვიეტის თეორემა. თუ ვიეტის თეორემა იცი ზეპირად, ან გამოყვანითაც, შეიძლება ზოგიერთ ამოცანაზე ძალიან დიდი დრო მოიგო. ამოცანის ამოხსნაზე, სავარჯიშოს ამოხსნაზე, გამოცდაზე. კარგი იქნება, რომ ზეპირად იცოდე და გამოყვანაზე იქ დრო არ დახარჯო. ეხლა მე შემოგთავაზებთ კვადრატული განტოლებაც და მისი ამოხსნის ფორმულები ვიცით. ვიდეოში, ერთ-ერთ ვიდეოში იყო მოცემული, ერთ-ერთ წინარე ვიდეოში. და ამოხსნით ეს სავარჯიშოები ვიეტის თეორემის გამოყენებიდან როგორც შეძლებთ. ეს შევხედოთ განტოლებას, გადავიწეროთ, დავაპაუზოთ. x კვადრატს პლუს 1.278.991 x მინუს 6.994.750 უდრის 0-ს. ვიპოვოთ x პირველ პლუს x მეორე უდრის 0-ს. ეს x პირველ პლუს x მეორე რას უდრის და x პირველ გამოვთ x მეორე, სადაც x პირველ და x მეორე არის აი ამ განტოლების ფესვები. ასევე x კვადრატ პლუს 5x მინუს x უდრის 0-ს, x პირველ პლუს x მეორე ვიპოვოთ x პირველ გამოვთ x მეორეზე. შეგახსენებთ ax კვადრატ პლუს bx პლუს c უდრის 0-ს, სადაც bc ნამდვილი რიცხვებია, არ უდრის 0-ს, d უდრის დისკრიმინანტი b კვადრატ მინუს 4ac, bx-ის კოეფიციენტი ac, x კვადრატის კოეფიციენტი c თავისუფალი წევრი. და x პირველ უდრის მინუს b-ს პლუს p-ს დედან გავყოთ 2-ზე, x მეორე უდრის მინუს b-ს მინუს p-ს დედან გავყოთ 2-ზე. აი ამათი გამოყენებით ხსნიან კვადრატულ განტოლებას. თქვენ როგორც გინდა ამოხსენეთ, გინდა ზეპირად დაუწერეთ. ეხლა პასუხი პირველ რიგში ეს გადაწერეთ, დააპაუზეთ და x პირველ პლუს x მეორე პასუხი რას უდრის, თქვით x პირველ გამოვთ x მეორე. შეგიძლიათ აქ განსაკუთრებით აქ გამომთვლელიც გამოიყენოთ, კომპიუტერი გამომთვლელი, რომელიც 6 მილიონზე მილიონ რაღაცაზე გაამრავლებს, 6 მილიონ რაღაცას და კვადრატშიც შეუძლია მილიონი აიყვანოს. კაი, ეს ნაწილობრივი ხუმრობით. სხვა ხერხის სცადეთ. ეხლა დავიწყოთ. მისი ამოხსნა, იმედია უკვე დააპაუზეთ. მიხვდით რომ დრო ტყუილად დაიკარგა. ვინც ფესვები გამოთვალა. შეიძლება პირველი ვერ გამოთვალა, არც d ერთისა მიხვდა ამოდენას რა გადაამრავლეს კვადრატში რეყვანს და მეორე x პირველი გამოთვალა ფორმულით, მეგეც არასწორია. და შეიძლება ზოგი მიხვდეს, რომ მოდი აქ x პირველი ხომ არის აი ამ ფორმულით გამოვთვლი, x მეორეს ამ ფორმულით და შევკრიბავ x პირველს პლუს x მეორე. მე გამომყავს ეხლა ვიეტის თეორემა. x პირველი მინუს b პლუს d p-სვიდიდან გავყოთ 2-ზე. მინუს b-ს პლუს p-სვიდიდან გავყოთ 2-ზე. ამას დავუმატოთ x მეორე, იგივე გამოსახულება, ხოლო პლუს მაგრად მინუსია. მინუს b-ს პლუს p-სვიდიდან გავყოთ მინუს p-სვიდიდან გავყოთ 2-ზე. მინუსი აქ უდრის მრიცხველი 2 არის მნიშვნელი როცა ტოლი აქვს, ტოლ მნიშვნელიანი წილადები რო შევკრიბოთ, მნიშვნელი გადაგვაქვს და მრიცხველს კრიბავთ. მინუს b-ს დავუმატოთ მინუს b, იქნება მინუს 2b. პლუს d-ს პლუს p-სვიდს დავუმატოთ მინუს p-სვიდ. გაბათილეთ, ესე გამოთვლა არ გჭირდება p-სვიდ-ს და კვადრატში დაყვანა. და 2-ზე შევკვეცოთ და იქნება მინუს b შეფარდებული 100-თან. ესე x პირველ პლუს x მეორე არის მინუს
შეფარდებული 100-თან, ასე არასდროს აღარ შეკრიბოთ. უბრალოდ დაგავიწყდა გამოცდაზე სხვა რა გზა არის, უნდა გამოიყვანოთ მაგეთ. თუ გეკითხებია და თუ პატარა ის არის, უბრალოდ გამოყვანაში დროს წაგართმევს. და სხვა გზა თუ არ არის, მაინც უნდა გამოიყვანო. x პირველი გამომრავლოთ x მეორეზე უდრის, გამრავლება ჩავსვათ -b-ს პლუს p-დან შეფარდებული 200-თან გავამრავლოთ -b-ს -p-დან შეფარდებული 200-თან უდრის წილადი წილადზე რო გამრავლოთ მრიცხველზე გამოვთ ნიშნულზე 2-ია გამრავლოთ 2-ზე 4a კვადრატი და -b-ს პლუს p-დან -b-ს მინუს p-ზე ანუ x plus y x minus y-ზე x კვადრატ minus y კვადრატი ანუ პირველის კვადრატ minus b თხილებში კვადრატს გამოვაკულოთ p-d კვადრატში უდრის minus b-ს კვადრატი იგივეა რაც b კვადრატს გამოვაკულოთ d არის b კვადრატ minus 4ac გამოვაკულოთ b კვადრატ minus 4ac და მინუს b კვადრატ გამოვაკვლით b კვადრატ მინუს 4ac ნუ პატარა შეებით ჩავწეროთ გვექნება b კვადრატს მინუს d არის d-დან კვადრატში არის ისევ d და დაგვრჩა b კვადრატ მინუს 4ac შეფარდებული 4a კვადრატთან უდრის b კვადრატს მინუს აქ ჭხილო გავხსნათ წინ მინუსია ჭხილები უნდა მოვაშოროთ და ჭხილებში რაც არის მოპირდაპირ ნიშნი დავიღოთ b კვადრატი პლუსი ავიღეთ მინუს b კვადრატი მინუს 4ac იყო აქა მინუსი იყო პლუს 4ac პლუს 4ac შეფარდებული 4a კვადრატთან b კვადრატ გამოვაკლოთ b კვადრატი 0 4ac გავყოთ 4a კვადრატზე 4ac გავყოთ 4a კვადრატზე ეს კვადრატი და 4 და 4 გაბათილდა ა გავყოთაზე 1 a კვადრატი გავყოთაზე a და გავყოთ უდრის c შეფარდებული 100-თან ესე იგი x პირველი გავამრავლოთ x მეორეზე მივიღეთ c შეფარდებული 100-თან c შეფარდებული 100-თან მასშტაბი ვიეტის თეორემა საერთოდ იქ ფორმულები x პირველი x მეორე არ გჭირდება თუ დისკრიმინანტი მეტია 0-ზე და აი ამ განტოლების ax კვადრატს ფესვები აი ამ განტოლებას ax კვადრატს პლუს bx პლუს c უდრის 0-ს ამ განტოლების ფესთა ჯამი არის მინუს b გავყოთ a-ზე და ნამრავლი თავისუფალი წევრი გავყოთ a-ზე. ეხლა აი აგერ აქ იმედია მართლა არ დაიწყეთ ამისი გადამრავლება და კვადრატში აყვანა და დისკრიმინანტის გამოთვლა შეკრება და არაფერი. მინუს b გავყოთ a-ზე მინუს b არის ეს 1,278,991 არის x კვადრატის კოეფიციენტი 1 გავყოთ 1-ზე ისევე და c არის თავისუფალი წევრი c გავყოთ a-ზე c არის -6,984,750 გავყოთ 1-ზე ისევე. ეხლა აქაც x პირველი პლუს x მეორე უდრის -5-ს x პირველი გავამრავლოთ x მეორეზე უდრის -6 დამთავრდა.